მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, შუადღე მშვიდობისა, ჩვეულ დროს მეგატივის პირდაპირ ეთერში გადაცემა შუადღე ქუთაისში დაიწყო, რომლის წამყვანიც ვარ მე ნანა თევდორაძე. დღევანდელ დღეს გავატარებთ თქვენთან ერთად გარკვეულ პერიოდს. ვეცდები რომ საინტერესო გამოდგეთ ჩვენი შეხვედრა და ამასთანავე განწყობის ამაღლებაზეც ვიზრუნოთ. დღეს პარასკევი გახლავთ, კვირის ბოლო სამუშაო დღე, იმედია აი ამ დღეებმა საინტერესო ჩაიარა თქვენთვის, ბევრი სასიამოვნო სიახლეც გადაგხდათ თავს, რაც შეეხება ქუთაისს ამინდის თვალსაზრისით, გეტყვით რომ ტრადიციული ქარია, საკმაოდ ცივი და სუსხიანი დღე, გისურვებთ ჯანმრთელობას, ღიმილით დატვირთულ პოზიტიურ თითოეულ წამს და გადაცემის სტუმარს წარმოგიდგენთ, რომელიც პირველად მონაწილეობს სხვათა შორის ჩემს გადაცემაში, ბატონი ზეზვა ჩანგსელიანი შემოგვიერთდა, რომელსაც მივესალმები და მადლობას გადაუხდი, რომ ესეთი შორი გზა გამოიარა ჩვენამდე მოსასვლელად. მოგესალმებით ბატონო ზეზვა, როგორ ხართ? თქვენი განწყობა როგორია? მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს ტელემაყურებელს, მეგატივის უსურვებ ყველას კარგ განწყობას. ძალიან კარგი. დღევანდელი დღე ყოფილიყო საინტერესო მათთვისაც და ჩვენთვისაც. ჩემთვის ძალიან მისასალმებელია ის ფაქტი, რომ დავგდამთ გადაცემაში მონაწილეობაზე, იმიტომ რომ ალბათ ჩვენი ტელემაყურებლებისთვისაც კარგი იქნება ის მოცემულობა, თუ გავიგებთ საქართველოს ამა თუ იმ კუთხის ისტორიის შესახებ და მით უფრო სვანეთის შესახებ ვისაუბრებთ. ბევრი შეკითხვა დამებადა, მაშინ როცა ვფიქრობდი თუ როგორ შეიძლება და წარმართულიყო გადაცემა, დარწმუნებული ვარ, თვითონ მათგანზე მივიღებ პასუხებს. კიდევ ერთხელ მადლობა რომ გამოიარეთ ჩვენთვის ამ ხოლა გზა, მშვიდობიანად მოხვედით სტუდიაში და სასიამოვნოდ დაგამახსოვრდებათ ჩვენთან გატარებული ეს მომენტი. ძალიან დიდი მადლობა პირიქით, ჩემთვის უფრო სასიამოვნოა ის რომ ტელევიზიები დროს უთმობთ ჩვენს ლამაზ კუთხეს, სვანეთს და ეს გადაცემაც შეძლებს დაგვარად, რაც მე მეწოდინება აუცილებლად დიდი სიამოვნებით გადმოგცემთ ყველა იმ საინტერესო წინადადებას, რაც თქვენ სურვილი გაგიშტებათ და საუბარი მოგინდებათ. ძალიან დიდი მადლობა. როცა ვახსენებთ და საზოგადოებაში გაიჟღერებს ესეთ ტერმინი სვანეთი, რა ასოცირდება პირველ რიგში თქვენ როგორ ფიქრობთ თანამედროვე საქართველოში? სვანეთი არის საქართველოს ერთ-ერთი უძველესი კუთხე, რომელსაც აქვს თავისი ტრადიციები, არის მთლიანად კავკასიის დამჭერი, ასე რომ ვიტყვიან და 1000 ლეგენდა. ზოგადად საერთოდ სვანეთის შეუსწავლელი არის და ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ სვანეთში მეტი ჩატარდეს არქეოლოგიური სამუშაოები, იმიტომ რომ ძალიან ბევრ და ძალიან საინტერესო რაღაცებს ამოვაჩენთ თავისი სიძველეებიდან გამომდინარე, იმიტომ რომ გაინტერესებთ არქეოლოგია ეს. სომის მოყარე უნდა იყოთ იდეაში ამგვარი შთაბეჭდილება. როგორც სვანკაც ნებისყოფ არ მაქვს ერთ იგივე ადგილზე ვიყო დიდხანს ალბათ. და სვანი ადამიანისთვის დამახასიათებელი არის ნაკლები ნებისყოფა ერთი თვისება რომ გავიქოთ. ალბათ. ბევრ საიდუმლოს ინახავს სვანეთი როგორც. ძალიან ბევრ საიდუმლოს ინახავს, გარდა იმისა, რომ ენა დღემდე არის მოსული, რომელიც ერთ-ერთი უძველესი ენაა და არ მინდა ახლა თქვა ის წლები რამდენი საუკუნეებს, ათასწლეულებს ითვლის სვანური ენა, რომელიც დღემდე უცვლელად მოვიდა ჩვენ თაობაში და ახლა ჩვენც თუ ჩავტეხეთ ხიდი მომავალ თაობას ჩვენ შვილებს ვერ გადავეცით, ეს თითოეული ჩვენთაგანის, თითოეული სვანის დანაშაული იქნება, იმიტომ რომ ჩვენმა წინაპრებმა გულდასმით დღემდე მოგვიტანეს, გადმოგცეს, გვასწავლეს და დღევანდელ სამშობლოში ჩვენს ლამაზ საქართველოში აუცილებელი არის რომ სვანური ენა როგორც ბევრ ენასთან ერთად შევინახოთ და სრულიც მაქვს თუ სკოლებშიც მოხდება ამის სწავლა რაღაც დონეზე. საინტერესო იდეა. ბატონო ზეზო, თქვენი ბავშვობა რომ გავიხსენოთ, როგორი იყო სვანეთში, ლამაზ მთებში? სვანი ბავშვი ლაღად იზრდება მაინც. ბუნებასთან სიახლოვე რა თქმა უნდა, ბუნება ჩვენ აი დაუკვირდეთ ერთ რაღაცას ქართველებს ყველა ქვეყანა სხვადასხვანაირად გვეძახის რა. ხო და საერთო ჯამში ზოგი გვეუბნება ჯვრისტვირთველს, ზოგი გვეუბნება მიწათმოქმედს, ზოგი რას და ზოგი რას და ამიტომ სვანიკაცი მაინც მიწასთან რო ახლოს არის, მთებთან ახლოს არის, იმ სივრცესთან გაშლილი არის. ყველაფერი თვითონაც ლაღად იზრდება და ამიტომაც სვანი მამაკაციც და სვანი დედაკაციც უფრო
თავისუფლების მოყვარულია, მე ასე მიმაჩნია, თორე ყველა ქართველი არის საერთოდ ზოგადად თავისუფლების მოყვარული. კარგით. სვანეთიდან თქვენი სტუდენტური წლები, როგორც მითხარით, ერთ-ერთ მიღმა უკავშირდება ქუთაისს. ქუთაისმა რა შთაბეჭდილებები დაგიტოვათ და რა გაკავშირებს დღეს, როცა მოგონებები გაქვთ ხოლმე? ქუთაისმა მართლა ძალიან დიდი სიყვარული, ძალიან დიდი სკოლა გამატარა. მე პატივს ვცემ იმერეთის ამ დიდ სკოლას. და კარგი მოგონების გარდა ქუთაისში არაფერი არ მახსენდება, გპი დაუმთავრე და აი ძალიან ბევრი მეგობარი, რომლებთანაც დღემდე მაქვს ურთიერთობა და დღემდე მაქვს ამ ქალაქთან წავედი თბილისში, მაგრამ ამ ქალაქს ვერასდროს ვერ დავივიწყებ, იმიტომ რომ იმხელა სითბო და სიყვარული გამატარა. ხო, რაღაც ისეთი ქალაქია, წამით თავისი იუმორით, თავისი ყველაფრით აბსოლუტურად რა. კი ბატონო, დავიწყოთ ახლა ტრადიციებზე. სვანური ქუდით ხართ მობრძანებული გადაცემაში, სხვაგვარად ალბათ არ შეიძლებოდა. გვიაბეთ სვანური ქუდი, ეს იგივეა, რაც გადაცემის მომზადების დროს შევეცადე რომ ბევრი მასალა წამიკითხა. გავთვით ცნობიერებულიყავი და მეორე მათგანში ამოვიკითხა, რომ სვანური ქუდი, სვანებისთვის ეს იგივეა, რაც ნამოსის ქუდი. თქვენ უფრო მეც მოგვახსენებთ ალბათ და მოდით მომიყევით და მიამბეთ თუ შეიძლება. სვანური ქუდი მართლა ძალიან დიდი ისტორიას ინახავს და მე ვისურვებდი რომ ყველა სვანს, ყველა ქართველ მამაკაცს ხურებოდეს ეს ქუდი, იმიტომ რომ იმ დიდ ისტორიასთან ერთად ძალიან ბევრ რამ სათქმელს ამბობს სვანური ქუდი რა. დავიწყოთ იქედან რომ სვანური ქუდი კეთდება ყოველთვის სამი ფერის. და რატომ მაინდა-მაინც სამი ფერის და რატომ მაინდა-მაინც სამებასთან ვიღაცა კითხვას დასვამს, ხო? კეთდება თეთრი ფერის. თეთრი ფერის ქუდი არის ზეცასთან დაკავშირებული რა. არის შავი ფერის ქუდი, რომელიც ქვესკნელთან არის დაკავშირებული რა. და ჩვენ როგორც ერში მცხოვრები ხალხი თეთრის და შავის ერთმანეთთან შერწყმით კეთდება ნაცრისფერი ქუდი, რომელიც ერში მყოფ მამაკაც სახურია რა. ახლა გავშალოთ სათითაულოდ თვითონ ამ ქუდს გარდა ფერებისა ძალიან სხვადასხვანაირად შეგვიძლია მისი ისტორია ჩავშალოთ და დავიწყოთ იქედან რომ სვანურ ქუდს აქვს ზევიდან რომ დავხედავთ აი თუ შესაძლებელია კი ბატონო ანდა აქ მაქვს ნახატი თუ გამოჩნდება იქ არ ვიცი ზევიდან რომ დავხედავთ არის ჯვარი ზემოთ თუ შეიძლება რომ კამერაში უკეთესად კამერაში ხო კი ბატონო დიახ აი ზევიდან რომ დავხედავთ არის ჯვარი ჩოლებებად რა არის ორი წრე დიახ ორი წრე ეს ერთი წრე რომელიც მაღლა მეორე წრესთან არანაირი კავშირი არ აქვს სორტი რომელიც დაშვებულია ეს მხოლოდ და მხოლოდ არის შიგნიდან იმიტომ არის რომ ეს განასახიერებს მაცხოვრის ორ ბუნებოვნებას ორი ზორტით არის აი მე ჩემს სვანურ ქუდზე მოვიხსნი და უფრო ლამაზად გამოჩნდება მე ასე ვფიქრობ რა აი მაყურებელმა რომ აი იმიტომ რომ ხო ქრისტე ღმერთია და მისი ორ ბუნებოვნობა უნდა ჩამდეს დავიწყოთ იმით თეთრი სვანური ქუდს იხურავს მხოლოდ ხელოვნები და ბავშვები აჰა გასაგები აი ერთადერთი გამონაკლისი არის მანდილოსან შეუძლია თავისი ქორწილის დღეს დაიხუროს და სხვა შემთხვევაში რატო არ შეიძლება რა ვიცი მაინც ასე არის რა თქვა მინდა ჩვენ სამ ტრადიციას მივყვებით და ვიცავთ დღემდე გრძელდება ასე რომ კი აბსოლუტურად დღემდე გრძელდება რა ხო რომ შავი ფერის ქუდი მაინც სიკვდილთან ტკივილთან არის დაკავშირებული ჭირის უფლის ქუდია არის ბერების ქუდი იმიტომ რომ ადამიანი როცა ბერი ხდება ის ამ წუთის ოფლიდან გადის ის მკვდარი ამ წუთის ოფლისთვის და მხოლოდ და მხოლოდ ცხოვრობს ოფლისთვის და ამიტომ ბერებს ახურიათ ასეთი ქუდი მაგრამ ამ შავ ქუდსაც თავისი
მნიშვნელობა აქვს. აი ჭირის უფალი, როცა ოდნავაც კი, როცა მას შეუძლია რომ ხინი მოისმინოს, იმიტომ რომ როცა სუფრაზე ჭირი აი დამწუხრებული ადამიანი გვიზის, ყველა სვანი ადამიანი ერიდება რომ ხინი ნაკლებად იყოს და ამიტომ შავ ქუდზე გვაქვს ჩვენ აი აქ გამოჩნდება ყვითელი ფერის ზურგი. აი როცა ადამიანი გადის ან 40-იან რაღაც გარკვეული დღე და ჭირს ტკივილს რა დაგვაუწყებს არასდროს არაფერი, მაგრამ შეუძლია იმ ადამიანს მოისმინოს და სხვასაც უხერხული სიტუაცია არ შეუქმნას. აი მაგ შემთხვევაში სვანი მამაკაცები იხურავენ აი ამ ფერის ზურგით შავ ქუდს. ოღონდ იგრძნობა რომ ის არის ჭირის უფალი, მაგრამ უკვე შეიძლება მასთან სიმღერას და ყველაფერი ამ ცხოვრებაში. ანუ მარტივად თუ სწორად გავიგე, ქუდის ფერები გვაცნობს ადამიანის განწყობებს. კი, ადამიანის განწყობებს. თუ ეს ისტორია ვიცით, ცხადია. კი, თუ ეს ისტორია ვიცით, რა თქმა უნდა, ნაცრისფერი ქუდი ერში მცხოვრები ხალხი ვართ ჩვეულებრივად და ერში მცხოვრებ ადამიანის ცხოვრებას გამოსახავს. მართალია რომ ადრე ქალებისთვის ვალდებულებაც კი იყო და სავალდებულო რომ სვანური ქუდის შექმნა უნდა შეძლებოდათ. თუ ეს თითქმის ყველა მიცოდა სვანური ქუდის შექმნა და ყველა ოჯახში კეთდებოდა ხალისხის და მიხედვით რა თქმა უნდა. ეს არის შენარჩუნებული ეს ტრადიცია. არის სვანეთში შენარჩუნებული, ძალიან ბევრი ლამაზი ოჯახები არსებობს, რომლებშიც დღესაც ვსადდება სვანური ქუდები, მადლობა უფალს არ არის დავიწყებული და მართლა ღირსეულად ინახავენ იმ ტრადიციას, რაც წინაპრებმა მოსეს. მეორე მომენტზე გადავიდეთ რა, სვანური ქუდის აი როცა სვანკაც ახურია ეს ქუდი და გულის მხარეზე იქნება დაშვებული. ეს ნიშნავს უკვე. ყველა დედაკაცმა იცის რომ ის არის დასაოჯახებელი. ოჰო. ანუ ადრე ახლა ბეჭდები აქვთ. ძველ დროს ვარ იყო ალბათ წარმოგიდგენ რამხელა სიძველეს ინახავს სვანური ქუდი. როცა ეს ქუდი მარცხენა მხარეს არის ეს ნიშნავს. როცა ეს ქუდი შებნეული არის, ჩვეულებრივად ყველა დედაკაცმა იცოდა რომ ის არის უკვე დაოჯახებული და მაგას სხვა განწყობით არ უნდა შეხედოთ. რო არის. იკრძალებოდა ხო რაღაც. იკრძალებოდა რა და ასე შემდეგ. მაგრამ გულს მაინც ვერ უგრძალებს ალბათ ახლა. დაგაინტერესა მხარე ხო? მარცხენა მხარეს რა ხდება? აი მარცხენა მხარეზე არის ყველაზე საინტერესო სამება არის აქაც და ყველა დედაკაცმა ის იცოდა, როცა ეს ასეთნაირად ქონდა, რომ ის იყო ქვრივი. აჰა, გასაგებია. ეს რამხელა ლამაზ ისტორიას ინახავს სვანური ქუდი. გარდა მაგისა, აი ნებისმიერ შემთხვევაში, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ წუთში, ომის პერიოდში სვანურ ქუდს ერთი დარტყმით, ვერც ერთი იარაღი ვერ ჭრის, იმიტომ რომ იმხელა სისქე გააჩნია. ხო მართალია რომ წყალს არ ატარებს და არ იმხამდეც მე მივალთ აუცილებლად კი აუცილებლად მივალთ იქამდეც ხო და გარდა მაგისა თვითონ აი ყველას ურჩევ რომ დაიხურო სვანური ქუდი, იმიტომ რომ ჯანმრთელობისთვის არის აი უნიკალური რაღაც აი სიცხეს და მოძრაობას აწესრიგებს, იმიტომ რომ ელემენტარული სიცხეში თავის მუდმივ ტემპერატურას ინარჩუნებს, სიცივეში თავის ტემპერატურას ინარჩუნებს და ცუდად არ გამიგოთ ეს სიტყვები და სვანური ქუდი, რომელიც მამაკაცებსაც ახურიათ, სკლეროზი, რასაც ქვია გაფანდული, ნაკლებად ჩდება, იმიტომ რომ ხალებსაც შეიძლება გვაწუხებდეს აქ პრობლემა და რატო არ შეიძლება ქუდის მიმკურნალობა მედიკამენტები. სახში კაცო, ოღონდ ჯვრები არ გავუკეთოთ რა. მედიკამენტები არ გამოვიდა. აი, ამას აქვს ზევით თითქოს და ტახტია რა. ეს ნიშნავს უფლის ტახტს. ინტერესანტი. ახლა წარმოვიდგინე, რომ ყველა ჩვენ ვართ მიწიერი ცხოვრები ადამიანები, რომლებიც ყველა მივილტვით იმისკენ რომ ვიცხოვრობთ ამ წუთის სოფელში და ყველას გვაინტერესებს ის რომ ვიცოდეთ სხვა კიდე რა დატვირთვა ქონდა სვანურ ქუდს. სვანური ქუდი ჩვეულებრივად შეგიძლია გადმოაბრუნო და მიირთვა იქიდან როგორც წყალი ისე თან ჯვარცღებულო პირდაპირ რომ გადმოbrunდება ჯვარი არის და ჯვრიდან ღებულობ კლიანად წყალსაც და ყველაფერსაც და ეს არის უსუპი, რომლითაც კურთხევა ხდება რა. ეს ყველა ქუდს უნდა კონდეს. ყველა ქუდს აქვს აუცილებლად აქვს ძივი რა. ამით კიდევ
საინტერესოს ხდის სვანურ ქუდს ეს ყველაფერი რა. ეს ორი იმიტომ არის, რომ ქრისტეს ორ ბუნებას განასახიერებს. ძალიან საინტერესოა. ანუ როგორც ბრძანეთ, წყალს არ ატარებს. წყალს არ ატარებს. არაფერს ატარებს. არც არას ატარებს. ანუ ამდენი ძრო ინფორმაცია შეიძლება ამოვიღოთ ქსელში თორემ. როგორ შეიძლება რა იგაატაროს. შეიძლება თუ წყალს არ ატარებს, არა სხვა შემადგენლობის ნამდვილად არ არის რა. კი ბატონო. ანუ ეს ტრადიცია დღემდე გრძელდება სვანეთში. კი, ეს ტრადიცია დღემდე გრძელდება სვანეთში და დღემდე მზადდება სვანური ქუდები, მართლა ღირსეულად მზადდება და სხვათა შორის ამ ბოლო დროს ქალაქებში ძალიან მომრავლდა და საზღვარგარეთაც გადის, ვინც ეს ისტორია ბოლომდე შეისწავლა. ძალიან დიდი მოთხოვნები არის იქით სვანური ქუდის. თან მithumetes ვინც სიღრმისეულად არის ჩახედული და ამ ქრისტიანულ ადათთან და წესთან აიგივებს ამას, ის ადამიანებიც ძალიან ბევრს გლილობენ ასე. ბატონო ზეზო, ეს არის სივრცე. რომელიც რას მოიცავს? ერთი წრე არის, აი, ზედა წრე, აი. ზედა წრე არის ჯვარი. ზევიდან დახედული. ანუ ეს არის ქრისტეს მერე ცხოვრება, რომ მოვიდა და გაუკეთდა ჯვარი. ქვედა წრე არის ძველი წელთაღრიცხვი. გასაგები. იცით რა მაინტერესებს? მინდა სწორად დავსვა შეკითხვა. დღეს როცა ბევრი რაღაც შეიცვალა, ხო, რაც თქვენს ბავშვობასთან გაკავშირებთ მოგონებები. ანუ თქვენ რამდენად ცდილობთ, რომ ეს ტრადიციები დაიცვათ ზუსტად ისე, როგორიც იყო თქვენს ბავშვობაში, ან რაღაცები თუ შერბილდა, ხო? რაღაცები თუ სხვაგვარად ხდება დღეს. ანუ რაღაცები ხო იცვლება ცხოვრებაში. მაქსიმალურად ვცდილობთ, რა თქმა უნდა, რომ არ დავივიწყოთ ჩვენი ტრადიციები და ეს ჩვეულებრივი განახლებადია ყველაფერი ამ ცხოვრებაში და რაღაც დრო და პერიოდი თავის ყვალს ყველაფერზე ტოვებს და რაღაცას, მაგრამ რაც 5000 წელი უცვლელად მოდის, იმას არ ვეხებით, იმიტომ რომ ის ვერ შეიცვლება რა. ანუ სვანური ქუდი სხვანაირად ვერც გაკეთდება, ვერც სვანური კოშკი გაკეთდება სხვანაირად და ვერც კიდე ბევრი რამე, რომელიც სვანეთმა ასე ლამაზად დღემდე შემოგვინახა. კარგით, რადგან გააჟღერეთ სვანური კოშკი, მოდით გვიამბეთ სვანური კოშკების ისტორიაზე, რამდენად დიდ საიდუმლოებს ინახავენ ისინი დღემდე და დაახლოებით რაოდენობის სვანური კოშკები არის სრულიად სვანეთში შემორჩენილი, თუ ფლობთ აი ამ ინფორმაციას. მაგალითად, მესტიის რაიონში 276 კოშკი გვაქვს ამ წუთში, რომელიც დგას და ძალიან ბევრი კოშკი ჩვენ და სამწუხაროდ დაინგრა, გვაქვს ჩვენ ისტორიები, ხალდეს ისტორია, თქვენც მონასმენი გექნებათ, რომ როცა კოშკებში იყვნენ სვანი ვაჟკაცები, რომლებიც არ ემორჩილებოდნენ არც მეფეს და არც არავის და წინამდებობას უწევდნენ და კოშკები როგორ წააქციეს და ეს კოშკები დღესაც თითქოს და დაწვა. დღესაც იმ მდგომარეობაში არის და არაფერი მას ქვაც კი არ არის გამოგდებული ამ ხელა კოშკი როცა წაიქცა და ძირითადად სვანური კოშკები მაინც უკავშირდება იმ სიძველესთან, რომელსაც ზოგიერთი კოშკის ასაკი უკვე არც კი ვიცით რამდენი ის არის. ზოგიერთი არის კვლევები ჩატარდა 8 საუკუნის, 10 საუკუნის და ასე შემდეგ და სვანური კოშკი საერთოდ მინიმუმ არის 13 მეტრი დაახლოებით, ანუ ცაზე მეტი უნდა იყოსო და არის სვანეთში 25 მეტრიანი კოშკიც არის, როგორც მე ვიცი პირადად იმ კოშკთან არა ვარ ნამყოფი, მაგრამ არის რა. ყველაზე ბევრი კოშკი სვანეთში არის მულახში, 66 კოშკია. არის უშკულში ძალიან აი ბევრი კოშკი არის უშკულშიც. და კოშკის თავი მისია რა იყო მაშინ, რატომ აგებდნენ სვანურ კოშკებს? კოშკი დაახლოებით 4 სართულიდან შედგება რა. ყველა სართულს თავისი მისია აქვს და საერთოდ ფუნდამენტი კოშკის კეთდება კვერცხისებურად, იმიტომ არის რომ ამდენი წლები, ამდენი საუკუნეები გაუძლო და არის 2000 წლიანი კოშკებიც არის, რომლებიც დღემდე დაზიანებული არ არის, მიუხედავად იმისა, რომ სვანეთში ამ ხელა თოვლი მოდის, აი იყო მომენტი, როცა
8 მეტრო თოვლი ჩამოვიდა სტიქიის დროს სვანეთში და როცა ზვავები ჩამოწვა, კოშკებმა გადაარჩინა ძალიან ბევრი ოჯახი და ძალიან ბევრი ადამიანი, იმიტომ რომ ფაქტიურად კოშკებმა გაჭრა ზვავი და კოშკს არაფერი არ დაემართა, რამხელა სიმტკიცეს და რამხელა სიდიადე დევს ამ კოშკებში, რომლებიც დღემდე მოდის. კოშკს აქვს ყოველთვის 12 ქონგური. იმიტომ რომ ეს არის როგორც ძველი აღქმის, ისე ახალი აღქმის მოციქულთა საპატივცემლოდ რა, ანუ შინაარსობრივად არის მაინც სალოცავი სიტუაცია არის და თავდაცვაც არის რა თქმა უნდა და არის რა თქმა უნდა ის სიდიადე რომელიც არის 12 იმიტომ არის რომ ჩვენ ვიცით 12 მოციქული 12 საათი თუ გინდა რო ავიღოთ 12 კალენდარული თვე და ყველაფერი 12 შემთხვევითი არაფერია. შემთხვევითი ნამდვილად არაფერი არა. 9 სარკმელი აქვს და სარკმელები ყველა არის თითქმის სამკუთხედით და 9 მთავარ ანგელოზე შესასვლელი აქვს ერთი სართულების მიხედვით არის კიდევ მან ძალიან დიდი განსხვავება, მაგალითად პირველ სართულზე ძალიანად ისტორია გვარის იწერებოდა და ინახებოდა. აი რომ მეორე მესამე სართულზე ცხოვრება შეეძლოთ ადამიანებს და ახლაც შეუძლიათ თუ დაჭირდათ, მაგრამ ახლა წუთში მაჩუფები გაჩნდა მე როცა ცხოვრება განვითარდა ალბათ და ამ წუთში ნაკლებად საცხოვრებლად ნაკლებად ვიყენებთ. არის მეოთხე სართული, სადაც თემის გვარის მთელი თემის ბედი წყდებოდა, დევს მაგი და 4-5 ადამიანი ავიდოდა, გადაწყვეტდა ყველაფერს ფეცს და მე ამცნობდნენ იქ დადებითად და უარყოფითად და იმის მიხედვით კვამლიც გამოვიდოდა როგორც სიტუაციაში არის. ანუ კიდევ ჩვენ სიღრმისეულად იმდენი არ ვიცით, რამდენსაც ეს კოშკები და ეს სვანური ქუდი ორივე ერთად ინახავს ჩვენს დღევანდელ დღეობაში, მაგრამ კარგი არის დღეს ეს კოშკების აშენება მაინც გრძელდება, მაგალითად ლენტეხში ამ ბოლო პერიოდში 7-8 კოშკი უკვე აშენდა და ყველა აბსოლუტურად ყველა წესით, ყველა კანონით არის დაცული. იმიტომ რომ ყველა კოშკს ჰქონდა დილეგი ყველას მოგვეხსენება, რაც არის, როცა ადამიანს რაღაც დანაშაული იქნებოდა გამოსასწორებლად დღესაც დილეგის იგება. ახლა დღეს ნაკლები, კი, დღესაც იგივე ფორმატით იგება აბსოლუტურად. დილეგში ადამიანი კი ვერ გასწორდები და ვერ გაიმართები იქ გახარ მუხლებზე და აი სიმაღლეა განსაზღვრული და შენს ჩადენილ ალბათ იმ შესწრომას ავედრებ უფალს რომ ყველამ გაპატიოს და ყველამ შეგიწყნაროს და ყველამ მიგიღოს ისეთი რომ შენ ეს ყველაფერი სწორად შეიგრძინო. ბატონო ზეζო, თქვენი ინიციატივით და სურვილით და მხარდაჭერით, როგორც ბრძანეთ, ქობულეთში იზრუნეთ, რომ სვანური კოშკი არ გეკოთ. რატომ დაიბადა და რატომ მაინც და მაინც ქობულეთი? ქობულეთში რატომ და მოძღვრები, რომლებიც მე მყავს, მე თბილისში ვცხოვრობ 2000 წლიდან და შავნაბადაზე დავდიოდი სადაც ყავდა მოძღვრები, მე შავნაბადიდან ეს მოძღვრები გადავიდნენ ქობულეთში. ქობულეთში არის სოფელი ხინოწმინდა, დღეს მართალია ზამთარში იქ ხალხი არ ცხოვრობს, მარტო ბერები არიან, მაგრამ თვითონ ქობულეთიდან არის 45 კილომეტრი, ცოტა მიუვალი ადგილი არის და სვანურ კოშკს ისედაც უხდება მიუვალი ადგილი, ახლა თქვენც კარგად მოგეხსენებათ, რომ იმ სიმკაცრესთან თან ყველა გვარი ქობულეთიდან თითქმის ამ ხინოწმინდიდან არის წამოსული და ამ ხინოწმინდის ტაძარს კიდე ძალიან დიდი ისტორია აქვს მე-6 საუკუნეში ეპისკოპოსი ხინოწმინდელი ეპისკოპოსი მეფიდან მარჯვნივ პირველი ჯდებოდაო და პეტრას ტაძრიდან არის გადმოსული ეს ეპისკოპოსის კათედრა იმ პერიოდისთვის წარმოედგინე მინიმუმ 14-15 საუკუნეს ინახავს, მაგრამ ძირითადად ეს ყველაფერი იყო მაინც ჩვენს მოძღვრებთან მიმართებაში ჩვენი ურთიერთობით ჩემი ოჯახის და პლუს იმას რომ პატრიარქის სიტყვები, როცა პატრიარქმა რამოდენიმე წლების წინ განაცხადა ასეთი რაღაცა, რომ საქართველოს გამთლიანება უნდა დაიწყოს აჭარიდანო და ჩვენი პატარა წვრილი შეტანა ოჯახმა გადაუწყვეტეთ, რომ ჩვენი პატარა წვრილი შეგვეტანა ამ პატრიარქის ისტორიულ სიტყვებში და
სვანური კოშკი როგორც სვანური სიმბოლო დადგმული იყო იქ და მე და ჩემმა ოჯახმა, ჩემმა ძმებმა, მამა ჩემმა ერთობლივად 2021 წელს თან ესეც პირველი შემთხვევა როცა ავაშენეთ სვანური კოშკი ხინოწმინდის მამათა მონასტერი, ივანე ნათლისმცემლის მამათა მონასტერში. ძალიან საინტერესო. სრული დაცულობით სვანეთიდან ჩავიტანეთ ქვაც. ნუ ყველაფერი სვანური ხო, თვითონ ძირითადი ქვა არა, მაგრამ აი გადასახური ქვა, კარებიც ქვით არის გაკეთებული, კარებს და ყველა ის რაც შეიძლებოდა დღევანდელობაში დაგვეცვა აბსოლუტურად ყველაფერი დავიცავით ისე როგორც ადრე სვანეთში ჩვენი ბუმბერაზი წინაპრები აკეთებდნენ ამას ყველაფერს. ძალიან საინტერესო. მე კიდევ ალბათ ისე აქტაცებით ვერ გადმოვცემ, იმიტომ რომ აი მაინც ფიქრობ რომ ჩვენ წინაპრებს მეტი სულიერი კავშირი ჰქონდათ ამ ყველაფერთან და მეტი სულიერად უფრო ძლიერები იყვნენ ვიდრე დღეს მე ვარ. მე ჩემ თავზე ვამბობ, შეიძლება ბევრი უფრო მეტიც იყოს ამ ხო, ჩვენს თავზე უნდა ვისაუბროთ, იმიტომ რომ მეგობრებო, კარგად უნდა ვიცოდე დიდიაში, ხო, ვიდრე სხვასთან. კარგით, ლამპარობის შესახებ რას გვეტყვით და რამდენჯერ აღინიშნება სვანეთში გიორგობა? ლამპარობა ერთხელ აღინიშნება რა. კი, არა, გიორგობა რამდენი? გიორგობა ორჯერ აღინიშნება და თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ წმინდა გიორგი ახლა მთელ საქართველოში არის ჩვენთვის 365 დღე წმინდა გიორგის სხვადასხვა კუთხეში შავნაბა და წმინდა გიორგიზე რამხელა ლეგენდა გვაქვს, იგივე ლეგენდა გვაქვს ჩვენ მაგალითად ლომისის წმინდა გიორგიზე და ყველაზე რა აბსოლუტურად, მაგრამ სვანები ჩვენ წმინდა გიორგის სხვა სახელით მოიხსენიებთ რა, ჯგრაგს ვეძახეთ რა. აი ამ ჯგრაგის ტაძრები არის ერთ-ერთი უძველესი ტაძრები რა. როგორც გადმოცემა გვეუბნება აი მამა ღმერთის ტაძრებადაც კი მოიხსენიება სიძველეებში ეს ჯგრაგის ტაძრები, თორე ახალი წმინდა გიორგის ტაძრები ბევრია აშენებული, მაგრამ სვანური წესით აი როცა გაუგებრობები ხდება, ან კამათი ხდება და მაინდა-მაინც უნდა მივიდეს ყველაფერი იქამდე, რომ გაირჩეს სვანური წესით და სისხლის აღებას გულისხმობთ ამ ტრადიციას. მადლობა უფალს, რომ რაც პატრიარქმა დაგულოცა სვანები და თვითონ გთხოვა იმის მერე არ მოვხვდარა ეს და მადლობა უფალს ამისთვის და ყველა ადამიანმა გაითავისა ის არის რაღაც აუცილებლობა პერიოდი, როცა უნდა გააკეთო, მაგრამ რა შეიძლება იყოს ეს აუცილებლობა? ხა დღევანდელი გადასახედიდან ძალიან ისე ჩანს ხო და ჟღერს მით უფრო მორწმუნე ადამიანისთვის სისხლის აღება. რა შემთხვევაში იყო ეს ხდებოდა რომ გითხათ თუ არ დაიზარეთ? აი სხვა გამოსავალი როცა არ არის და მოპასუხე მხარე არ გცემს პასუხს თავის დანაშაულზე და არ ხდება შენი თანატოლი და თანამოზიარე, ამ შემთხვევაში ხდება ეს, თორე დანარჩენ შემთხვევაში საერთოდ სვანური სამართალი ძალიან ძლიერი სამართალია. დღესაც რომ დაიწეროს და ისწავლებოდეს სვანური 12 კაციდან შედგებოდა და სვანურ კოშკთან მიმართებაში 12 კონგურთან მიმართებაში, ამასაც ვიტყვი რომ სვანური სამართალია თქვენ რასაც წეგან ბრძანეთ რომ მკვლელობაო და სისხლის აღება, ამ შემთხვევაში 12 კაცი იკრიბებოდა და 12 კაცი წყვეტდა ამას ყველაფერს. ამას კიდე ძალიან სიღრმისეული ისტორია აქვს. ამას ალბათ შეიძლება მთელი დღე მე კი არა, მართლა ძალიან დიდი მცოდნე მახვშები, რომლებიც სვანურ გარჩევებში ჩარეული არიყვნენ, იმათმა ვერ ამოწურონ ისეთი ამოუწურავი თემაა და ისეთი სამართლიანი თემაა. დღეს მაგალითად აი ყველაზე სამართლიან საუბრად იმიტომ რომ საბოლოოდ ყოველთვის ეს 12 ადამიანი ახერხებს იმას, რომ 99% ამ ოჯახებს, რომლებიც ერთმანეთის მოსისხლემტრებად არიან, არიგებს. აი ეს არის ყველაზე დიდი რაღაცა და მომდურავს კი არ ტოვებს ერთმანეთს, რომ აი მოხდა და გაირჩა დამთავრდა არა. იმათ ოჯახებით არიგებს და ოჯახებით აქვთ მე ურთიერთობა და ასეთი მაგალითი არაერთი გვაქვს სვანეთში. დღეს აღარ გრძელდება მსგავსი. დღეს ნამდვილად არ გრძელდება და არც აი წეგან ხაზგასმით აღუნიშნე, როცა პატრიარქმა ითხოვა და აგლოცა სვანებს ახლა კათოლიკოს პატრიარქის მიმართ კი არა, ქრისტეს მიმართ პირველი ქრისტიანი ჩვენი მეფე, ჩვენი მეუფე და გადმომცემი არის
პატრიარქი ხო ჩვენი და რახან პატრიარქმა გთხოვა ილია მეორე მithumedes ჩვენ ყოველთვის ძლიერი პატრიარქები ყავდა მაგრამ ილია მეორე არის ეპოქის შემქმნელი პატრიარქი რომელმაც არა მარტო საქართველოში არამედ ავიცი სოფლიოში არ ამგონია რომ როგორც ერთ კათოლიკოს პატრიარქს ამხელა რაღაცა შეიქმნა როგორც მან შეიქმნა და მისი სიტყვა ჩვენთვის ძალიან დიდი ფასია და ამიტომ ამ ფასს ჩვენ პატივს ვცემთ ბოლომდე. თუ მაინდა-მაინც გამოვალი სიტუაცია არ მოხდა, არასდროს არ მოხდება მე. კარგი, ბატონო ზაზო, ლამპრობის შესახებ გვიამბეთ. როდესაც ჭირაგზე ვლაპარაკობდით და მაპატიეთ მე აგერიათ დავასრულებთ შეიძლება ჭირაგ თანმიმართებაში წმინდა გიორგის თანმიმართებაში და რა მინდა ხაზს გაუსვა. წმინდა გიორგის მხოლოდ და მხოლოდ კაცების დაფიცება ხდება წმინდა გიორგის ტაძრებში, ოღონდ რომელსაც ჭირაგის ტაძრებს მეძახით. რადგან ჭირაგი მაინც მამაკაცის ფენომენია, ხალხი ხო მამაკაცი გადის მარტო და არა მანდილოსანი და დაფიცებაც ხდება ამ წმინდა გიორგის ჭირაგის ტაძრებში. დაფიცება ხდება ქვეყნის სიყვარულისთვისაც, ერთმანეთის სიყვარულისთვისაც, ტრადიციებისთვისაც და ყველაფერზე შეიძლება ადამიანურად მიხვიდე ხალხთან და თხოვრო ის რასაც დაიწყებ შეგაძლებიოს და ნამდვილად არის იმის მაგალითები რომ ყოველთვის ლამაზად მისულა ყველა ის საქმე წინ რასაც ღმერთთან და წმინდა გიორგისთან ერთად იწყებდა. კი, ლამპრობაზეც გითხარით. ლამპრობა სულ ახლახან ჩატარდა, ალბათ ნახავდით თქვენ ძალიან ბევრი გადაცემები იყო, მე მგონი ტელევიზიებითაც იყო. ეს არის კიდევ ერთ-ერთი უძველესი ტრადიცია, არაერთ ტრადიციასთან ერთად, აი ძალიან ბევრი ტრადიცია იმალება იმ კუთხით, რომ არ არის დღის შუქზე გამოფენილი, როგორც თქვათ ლამპრობა არის, როგორც თქვათ სვანური კოშკია, როგორც თქვათ სვანური კუდია, როგორც თქვათ სვანური კუპდარია, ასე რომ გადავიდეთ. თემბიელობას იქეთ მოვიტოვეთ. აქეთ რომ გადავიდეთ, თუ გინდა სვანური სიმღერები იყოს, აი უძველესი სიმღერებია, მაგალითად ლილეუმზის საგალობელია, რომელიც დღემდე აი ის ლამპრობა ყველა ოჯახიდან გამოდის, ალბათ ნანახი გექნებათ ეს ფოტოები თქვენ, ინთება ცეცხლი, ევედრებიან უფალს და ხდება ძალიან აი ისტორიულად ერთმანეთის მიმართ სიყვარულით სავსე წამები და დრო იმ პერიოდში როცა ადამიანები ამ თოვლში ყვალავენ და მიდიან ტაძართან, სადაც ეს ყველაფერი უნდა აინთოს და ეს ყველაფერი უნდა დაიწვას თავის მიცვალებულების წინაპრების საპატივცემულო და თავის მომავალი კეთილდღეობითვისაც როგორც ქვეყნის, ისე ოჯახის და თვითონ პირადად ადამიანებისაც. ბატონო ზეზვა, მოდით სამზარეულოსაც შევეხოთ, ხო? ერთი გამორჩეული სამზარეულოა, თუნდაც კუპტარი, თაშმიჯობი, ჭვიშტარი, რომელიც ძალიან მიყვარს ამავე მათგანი. გვიამბეთ აბა სვანური სამზარეულოს როლი დღეს თანამედროვე კულინარიაში მხოლოდ ქართულში არა. არა, მართლა ძალიან დიდარია ჩვენი სამშობლო ამ მხრივ, რომ ყველა კუთხეს ჩვენი სავიზიტო ბარათები. კი, მართლა სავიზიტო ბარათებია თითოეულ კუთხეში, რა ვიცი, რომელ კუთხეში ჩახვალ, რომელ საჭმელიც გაგიგია იმ კუთხეში, ყველაზე გემრიელი მაინც ის არის. ახლა ქუთაისშიც ალბათ ამზადებენ სვანურ კუპტარს, მაგრამ სვანეთში დამზადებული სვანური კუპტარი მაინც სულ სხვა არის და მაინც სულ სხვა გემოს იძლევა, იქაური ხორცით გაკეთებული თას მაინც თავისი ისა აქვს, რომ ალბათ იქ ბალახია ისეთი, რომელსაც ის ცხოველი ღებულობს და იმ სხვა გემოვნებას აძლევს აბსოლუტურად და აი კიცრული, რომელიც ყველა საჭმელს უხდება, მაგრამ თუ სვანურ კუპტარს კიცრული არ ურევია, ხო? ეს ყველა ადგილას კიდე არ მოდის ეს კიცრული. არის ადგილები, უნდა მიხვიდე, უნდა მოთიბო, წაიღო, დაამუშავო, მოაგროვო და მე გამოიყენო როგორც საჭირო არის და სვანური კუპტარი დიდი ისტორია არის და ცოტა შორის ყველა სტუმარს, ყველა მობრძანებულ სტუმარს სვანეთში განსაკუთრებულად მოსწონს. და რამდენი წლიანი ისტორია აქვს კუპტარს? თქვენ რა გსმენიათ მას? სვანი კაცი ნადირობა და ყოველთვის ახლოს იყო და როცა ალბათ პირველი ნანადირები და როცა ხორბალი შეიქმნა, იქიდან მოდის კუპტარიც, იმიტომ რომ სხვანაირად არ შეიძლება. ხო, როცა სვანეთს ვსაუბრობთ, სვანური მარილიც უნდა ვახსენოთ, რომელიც განსაკუთრებულია ალბათ ჩემი აზრით ყოველი შემთხვევაში. სვანური მარილი ახლა
მე თვითონ გაკეთების ის არ ვიცი ნამდვილად მამაკაცი ვარ, ნაკლებად ვიცი. კუპტარში მაგალითად მიმიღია მონაწილეობა დაჭრაში, გაკეთებაში, მაინც როცა სტუმარია საჩქაროა, მიეხმარო ოჯახში, შენს რო სწრაფად მიიღო და სვანური მარილი, რა ვიცი, დღეს უფრო გავრცელებული არის, ვინმე ოდესმე ყოფილა. და იგივე არის მანდაც გიცრული თამაშობს ძალიან დიდ როლს, რომელიც მხოლოდ სვანეთის მთებში მოიპოვება ამ ეტაპზე, რა და. ამიტომ ეწოდება სვანური მარილი, ხო? ამიტომ ეწოდება სვანური მარილი. მარტივად რო შევჯერდეთ. კი ბატონო. აი, დღეს აი ტურისტული თვალსაზრისით მე ვიცი, რომ ერთ-ერთი საინტერესო ღარი არის სვანეთი, სადაც ბევრი ტურისტია და ამ კუთხით თუ გამოიწვია ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება და რა ხდება თქვა, თუ კი მეც გამიჩნდება და მაქვს უდიდესი სურვილი და გადავწყვეტ რომ მოვინახულო სვანეთი ამ კუთხით რა მელოდება წინ? მინდა ასეთნაირად დავიწყო რა ჩვენ ცხოვრობთ იმ მართლა 60 შესრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, სადაც ერთ დღეში შეგვიძლია თვის წერვალზე ავიდეთ, ვისრიალოთ და მე ჩამოვიდეთ და ვიბანავოთ. ეს ხო წარმოუდგენელი რაღაცა, ეს მხოლოდ ჩვენთან ხდება საქართველოში და სვანეთს ამ ხრივ მართლა ძალიან დიდი გამოცდილებაც მიიღო უკვე ტურისტული კუთხით და ძალიან დიდი მოთხოვნადიც გაჩნდა, იმიტომ რომ აი ადამიანი როცა ამოდის, გრძნობს რომ ის სხვაგან არის, აი აბსოლუტურად სხვაგან არის. კავკასია არის და ის ყველა მთა, ყველა გორა ჯერ თავის ისტორიას ინახავს, თავის ტრადიციას ინახავს. ახლა მაგალითად თეთნულზე დღეს რაც ხდება, ახლა ამ წუთში შეგიძლია რომ ახვიდეს, აბაგიროებია გაკეთებული. თეთნულზე ახლა მარტო ამ კუთხით არ შევხედოთ და რატომ მინდა, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან კარგად ვიცით 300 არაგველის თემა, რომ ხელა ისტორია შექმნეს ჩვენს ლამაზ სამშობლოში და ასევე იყო 300 თეთნულდელი, რომლებმაც რიკოთის უღელტეხილზე უკან დააბრუნეს მტერი. 300 კაცი რო ასეთ ამბავს აკეთებსო, დანარჩენი რას იზამსო და კი ეს 300-ვე დაიხოცა რიკოთის უღელტეხილზე, მაგრამ მათი ლეგენდა შენახული არის და დღემდე არის. ესე ფართო მასებისთვის არ არის ცნობილი, მაგრამ მაიზერ ჩანგსელიანის წიგნში არის მუშათა ქვეყანაში ძალიან კარგად აღწერილი ეს ყველაფერი, რომ ხელა ისტორიას ინახავს ყველაფერთან ერთად ეს 300 თეთნულდელი. დღეს ტურისტების მხრივ სვანეთი მართლა განებიურებული არის და ვფიქრობ ასე, რომ ყველა ოჯახი, ყველა სვანი ცდილობს, რომ იქ მობრძანებული სტუმარი კმაყოფილი და მაქსიმალურად სვანეთის მიმართ ის რაც არის სვანეთი, ის დადებითი აურა გადასცეს და ისე დამოხტული გამოუშვას, რა თქმა უნდა, ბარისკი. ბატონო ზესვა. ბარი ყოველთვის სიწმინდეები თაში ადიოდა, როცა ჩვენ და სამწუხაროდ ჩვენი ქვეყანა ომში იყო და მაგრამ სამაგიეროდ სვანეთმა და არა მარტო სვანეთმა მთან საერთოდ ყოველთვის შეინახა ეს სიწმინდეები, როცა ქვეყანაში სიმშვიდე ყალიბდებოდა და ისევ მტერი განიდევნებოდა ჩვენი მიწაწყლიდან, ისევ ბარში ბრუნდებოდა და იმის მუზეუმი გვაქვს, ერთ-ერთი უძველესი მუზეუმად შეიძლება ჩაითვალოს მესტიაში მუზეუმი, სადაც ისეთ ხატებს, ისეთ წიგნებს ნახავ, რომელიც შეიძლება მთელ საქართველოში ვერ ნახოთ სხვაგან. ასე რომ ვისაც თუნდაც შიდა ტურიზმზე იყო საუბარი, აუცილებლად უნდა მოინიშნოს სვანეთი, ხო? აი ოპტიმალური სეზონი რომელია? თუ ყველა სეზონი არის უკვე სვანეთში, აბსოლუტურად ყველა სეზონს თავისი, ვისაც ზაფხული მოსწონს, ზაფხულში ალპური ზონებია, იქ ალპური ზონა, იქ ტყის ზონა, კარგად შერწყული ერთმანეთთან და რაც სხვანაირ ბალანსს ქმნის. სამთრის პერიოდში ხო ისედაც სასწაულია შემოდგომა, აი აუგწერელია, იმიტომ რომ იმდენაირ ფერს ნახავ, იმდენაირ ცვლილებას ნახავ, ისეთ სილამაზეს ნახავ, აი მხატვრები როვერ გადმოგცემენ ისეთ რაღაცას ნაინახავს ვანში და გაზაფხულზე ახლა ყველაფერი როცა ცოცხლდება და პირველი ია და პირველი ყვავილი ამოდის, ენძელა ამოდის, იქ უკვე სიცოცხლის ახალი
ერა იწყება, ასეთ და ერად იგზობს სვანეთში. ანუ სიტყვებით გამოცებული სილამაზე, თუნდაც როგორი შთამბეჭდავია და რასაც ალბათ საკუთარი თვალით ნახავთ, კიდევ უფრო გაასმაგებულ აღტაცებას გამოიწვევს თქვენში. ალბათ ეს ყველაფერი საკმარისი იყო იმისათვის, რომ მუზები გწვეოდათ პოეზიის სახით და თქვენი სიყვარულიც გამოგეხადათ, ხო, სვანეთისადმი და არა მხოლოდ. როდის დაიწყეთ ლექსების წერა, ესე რომ ვთქვათ. 3-4 წელია რაც ლექსებს წერა. სვანეთია მხოლოდ თქვენი მუზა. არა, ეს მთლიანად საქართველოს ეხება, აქ პატარა 5 პოპულარულია ხო სოციალურ ქსელში ეს? კი, ძალიან პოპულარული ლექსია. პატარა ლამაზად გადმოცემული ჩვენი სამშობლოს ლექსით როგორ შეძლებ რომ გადმოსცე, მაგრამ იკითხება ის, რაც ჩვენს ლამაზ ქვეყანას ოდესმე შეუქმნია და დღემდე მოუტანია და სათქმელი ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის ლექსად გადმოცემა შეუძლებელია. ზოგადად თვითონ შოთამ ვერ გადმოსცა თავის ვეფხის ტყავასთან, ალბათ მთელი საქართველოს სიყვარული. ხო, არის ჭეშმარიტება თქვენს მოსაზრებაში, აი ამ ლექს გადაცემის მიწურულს მოისმენთ სვირფასო ტელემაყურებლებო. იქამდე კი მოდი შევეჯეროთ ჩვენი დღევანდელი შეხვედრა ნელ-ნელა და მითხარით რა. აი რა გწყენთ ხოლმე ყველაზე მეტად? ყველა კუთხესო ჩვენი სამზარეულო გვაქვს, ჩვენი დამახასიათებელი ხასიათი გვაქვს, ჩვენი ტემპერამენტი გვაქვს, ჩვენი წესები გვაქვს, რაღაცებად ცვლილება განიცადა. აი რა გახარებთ ხოლმე, როცა სვანებზე საუბრობენ და რა გწყენთ ხოლმე ყველაზე მეტად? რა თქმა უნდა, როცა შეფასება ხდება, ცუდი და კარგი ყველგან ხდება. ეს ჩვეულებრივი მოვლენა. ერთში ვცხოვრობთ, ერთში მცხოვრებ ადამიანებს ყველაფერი გვახასიათებს. ბედნიერი ვართ მაშინ სვანები, როცა იქ მოსული სტუმარი კმაყოფილია და სვანეთის სილამაზე სწორად აღუქვია და ესე წამოსულა ახალი ენერგიით იმ თიდან. ეს არის ჩვენთვის ყველაზე დიდი ბედნიერება, როცა სტუმარს ვეფერებით და ჩვენს ისტორიას შინაარსობრივად გულდასმით ისმეს, ამას ყველა სვანი გრძნობს აბსოლუტურად და სრული ბედნიერებაა, როცა ადამიანი შემოდის და შენს სიძველეს, შენს ადათს, შენს წესს პატივს ჩვენს ელემენტარული ბევრი სტუმარი არის ისეთი, რომელიც თქვათ ტაძარში როგორ მივიდეს, ქუდი მოიხადოს, როგორც ადათ-წესი ეუბნება და გაუკეთებია ჩვენთვის ყველა ეს მოძრაობა იმ ძვირფასი იქ მობრძანებული ყველა ადამიანის, არა მარტო ქართველის, უცხოელისთვის, ყველა არის ჩვენთვის. მithumetes თუ სიმღერასაც დაიწყებენ, როცა ჩვენთან ერთად რახსდალებენ, კიდევ უფრო ბედნიერები ხდებით ყველანი ერთად. კარგით, რა ხასიათები არის ყველაზე გამოკვეთილად სვანი ადამიანის ბუნებაში? ხასიათი, ვიხდი რაღაც. მაინც უფრო სიმტკიცე და მაინც უფრო აი ტრადიციის მიმართ ურყევი პატივისცემა. კარგით. ნებისმიერი სვანი, მე ასე ვთვლი, რომ ბედნიერია, როცა ის თავის წინაპრის იმ დიდ ბუმბერას გავლენილ გზაზე საუბრობს, რასაც ჩვენი მთები ინახავენ დღემდე. სვანი ადამიანი და იუმორი ანეკდოტებთან როგორ მეგობრობთ? სამი საკმარისიაო ეთერს მიღმა ამბობდით და ერთ მაინც უგეთყვი. სამს ავიტართ და მეც ვერა. იყვართ ანეკდოტები? მე მეტნაკლებად მაინც რა. არც ერთ არ გვეტყვით, აი რა საყვარელს. რაღაც პოზიტიურად ქუთაისში ვართ რაღაცა იუმორის ქალაქში და ან რაღაც იუმორის ქალაქს სვანმა კაცმა რა უნდა ასწავლოს, არ რა უნდა შეუმატოს. ეგ თავის ესე ვთქვა დაძვრელის ბწყალებში მეთოდია მე მგონი. გაქვს საყვარელი ანეკდოტი სვანს? რა ვიცი, არა, გადაგდარ. კარგით, რა გეგმები გაქვთ ზოგადად? რა ინტერვალი სტუმრობთ ხოლმე სვანეთს? ბარში რა გეგმები გაქვთ, იქ რა გეგმები გაქვთ? მაშინ შევაჯამოთ ჩვენი შეხვედრა. ძალიან სასიამოვნო. სვანეთში ახლა მე ყოველ თვე დავდივარ და ყოველთვის მაქვს ურთიერთობა და ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ რამოდენიმე წლის მერე ისე დაუბრუნდე ჩემს ფესვებში. კი, საერთოდ დაუბრუნდე ჩემს ფესვებში და იქ გავაგზავნო ცხოვრება. იმიტომ რომ როცა მომავალი თაობა გაიზრდება, შვილიშვილები ამოვლენ, უფრო იურად ვასწავლე იქ სვანურ ენასაც, სვანურ წესსაც, სვანურ კულტურასაც, ვინმე ქალაქში. დიდი გეგმები ქონიათ და გისურვებთ, რომ ყველა მათგანს თავი გაართვათ. მრავალშვილიანი მამა ვარ და სხვა რა უფლება მაქვს. როგორი მამა ხართ? კაცრი თუ? მობიერი თუ? როგორ მეთოდებს მიმართავთ? როგორც მამა ვერ ვიტყვი, რომ კაცრი ვარ, მაგრამ ისე ძალიან ხშირად ვსაუბრობ მთლიანად ტრადიციებზე ოჯახში. და მინდა რომ ბავშვებს როგორ შეძლების დაგვარა და როგორც ჩემი
შესაძლებლობებია გადაოცე ის, რაც მე გადმომცა ჩემმა წინაპარმა, ჩემმა მშობელმა, ჩემმა ბებიამ, ჩემმა ბაბუამ. ალბათ ეს ყველაფერი ნაწილობრივ გენეტიკურია, ხო, რაღაცები გადაეცემა. რა თქმა უნდა, გენეტიკურია ყველაფერი. ახლა მე მაგალითად მამა ანსამბლის წევრიც იყო, სპორტსმენიც იყო, ფრენბურთელიც იყო, სკოლის დირექტორი იყო, 50 თაობა ყავს გამოცდილი და სხვადასხვა ქუთაისში დაამთავრა პედაგოგიური უნივერსიტეტი, ძალიან ბევრი მეგობარი ყავს აქ დღემდე და 50 წელზე მეტია გასული ქუთაისელი მეგობრებთან უწყვეტი კავშირი აქვს და ისინი ჩამოდიან სვანეთში, ჩვენც ჩამოვდივართ მათთან ერთად და გვაქვს ძალიან კარგი და ლამაზი ურთიერთობები. ასე რომ ვისურვოთ მეტი სიყვარული ერთმანეთის მიმართ და თითოეული წამის ნაყოფიერად გამოყენება. ქუთაისი სიყვარულის ქალაქია, მე ასე მიმაჩნია და აქ იუმორი და სიყვარული ერთად არის და ამ ერთობით ვრცელდება თელს ლამაზ სამშობლოზე ყველაფერი ისე როგორც სინდარიკი. ძალიან დიდი მადლობა, რომ დრო დაგვითმეთ. ასე უნდა იყო თქვენი გაცნობა. იმედია, ეს არ იქნება ჩვენი პირველი და ბოლო შეხვედრა, როცა ეწევით ქუთაისს, შეგვიძლია სხვა თემებიც ავირჩიოთ. რაც დარწმუნებული ვარ, სვანეთი კიდე ინახავს ბევრ რაღაცას. კი, ძალიან ბევრი რაღაცაა, რომელიც მე შეიძლება ისაუბრო რა, სულების მოსვლა ვიცით ჩვენ, სულების კვირეული ვიცით, რომელიც მართლა ძვირფასესი არის. რას გულისხმობს, ბარემ გითხარით, იმიტომ რომ ვიდრე მოხვალ ცნობის მოყვანობა მომკლავს, რას მოიცავს? 2000 წელზე მეტია. აი, ერთი ამ პატარა მომენტით ვერ მოვყვები და მაქსიმუმად ვეცდები, რომ შინაარსობრივად გადმოვცე. სულების კვირეული ხდება ყოველი ახალი წლის მობრძანების მერე ხუთშაბათობით რა. ანუ არსებობს ლეგენდა, როცა ძველად სულები როცა მობრძანდებოდნენ სტუმრად იმ კვირეულში, ერთმანეთს ხედავდნენ და ერთ-ერთ შეხვედრის დროს დედაშვილის დაცილება გაუჭირდათ და იმის მერე უფალმა თქვა, რომ ერთმანეთი არ დაენახათ რა. და იმის მერე ამ სულების კვირეული გრძელდება ასეთნაირად, ოღონდ სვანეთმა დღემდე შემოინახა ეს ტრადიცია და დღემდე გრძელდება სვანეთში სულების კვირეული, რომელიც აი თავიდან ბოლომდე ყოველი დღე რომ მოყვე, აი დაინახავ ძალიან დიდ ისტორიას რა. მოგეც კიდევ ერთხელ უდიდესი ელემენტარულად ამერიკის ვიცე-პრემიერს უქონდა ჯვარი გაკეთებული, აი ისიც კეთდება იმ სულეულის კვირეულში სვანეთში. კვირა დღეს, როცა გადაწყვეტილებას ხებულობენ სულები, მთელი წლის განმავლობაში ვინ გაიყვანონ, ამ დროს ბავშვებს უკეთებთ ჯვარს. ნახში. საინტერესოა. კი. ბატონო ზეზო, გაგვიგრძელდება ჩვენ ძალიან საუბარი. სჯობს დღეისთვის დავიშვიდობოთ ერთმანეთს. მადლობა რომ იყავით ჩემი სტუმარი. იმედია, კარგი ემოციებით გაგიშვებთ სტუდიიდან. ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის და ყველა მაპატიოს თუ რამე ისე ვერ გადმოვეცით, როგორც საჭირო იყო რაღაცა და დავაკელით. სხვა დროს გავუასწრებთ. დროებით აგემშვიდობებით, მადლობა ისევ და ისევ, რომ ვიყავით ჩვენი სტუმარი. ძვირფასო ტელემაყურებელს ეზვა ჩანგსელიანს მასპინძლობდით. დღეისათვის გადაცემაში უოთყო ქუთაისში ამით დასრულებულია. ნანა თევდორაძე მუშაობდა ორშაბათიდან პარასკევამდე თქვენთვის. კაცის მიღმა ცხადია ლიკა ჩოგოვაძე. კარგ და ბედნიერ უქმეებს გისურვებთ და დაგემშვიდობებით ორშაბათამდე საუკეთესო სურვილებით ნახვამდის.